მათე სახარების განმარტება, თავი მეშვიდე. ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ. გევედრებით, ნუ განიკითხავთ ერთმანეთს, რადგან ეს ქედმაღლობაა. ძმის მიერ მოძმის ცოდვის გამართლება სიმდაბლისა და სიყვარულის ნიშანია. ხოლო ვის ჩვევია მოყვასის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, განკითხვა და ზიანის მიყენება, თუ არა ეშმაკს. ასეთი საქციელით ჩვენც სწორედ ეშმაკებს ვეხმარებით საკუთარი თავისა და მოყვასის დაღუპვაში. ნუ განიკითხავ მეძავს, თუნდაც თავად უბიწო იყო. რადგან თუ კი განიკითხავ, შენც ისევე დაარღვევ ცნებას, როგორც ის, რადგან ვინც თქვა არ იმრუშო, ასევე თქვა, ნუ განიკითხავთ. რამე თუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ. დავიცვათ ეს მცნება, რომელიც შრომის გარეშე გაგვათავისუფლებს. შეუნდეთ მთელი გულით და ნურც გულში დაიტოვებთ წყენას მოყვასის მიმართ. როდის დაგვიფარავს უფლის მადლი? მხოლოდ მაშინ, როდესაც ძმათა ცოდვების დაფარვას შევეცდებით. თუ მოყვასის შეცოდებას დამალავ, არც ღმერთი გაამხელს შენს ცოდვებს. ანუ რა ისა ხედავ წველსა თვალსა შინა ძმისა შენისასა და დვირესა თვალსა შინა შენსა არა განიცდი. უფალმა მოყვასის ცოდვა ბეწვს შეადარა, განკითხვის ცოდვა კი დირეს. ხედავ რამდენად აღემატება განკითხვა სხვა ცოდვებს. მოყვას რაღაც ვემართლებით, ან სხვის ცოდვებთან რა გვესაქმება. საკუთარ თავსა და ცოდვებზე ვიფიქროთ, რადგან უფლის ხელთ არის განმართლებაც და სასჯელიც. მხოლოდ მან უწყის ჩვენი ცხოვრების წესი და შესაძლებლობები, გარემო და პირობები, სხეულის აღნაგობა და სათნოებები და ამ ყოველივე შესაბამისად მოგვაგებს წყალობასაც და სასჯელსაც. სხვაგვარად განსჯის უფალი ეპისკოპოს და სხვაგვარად ერის მმართველს, სხვაგვარად იღუმენს და სხვაგვარად მოწაფეს, სხვაგვარად ხანდაზმულს და სხვაგვარად ჭაბუკს, სხვაგვარად უძლურს და სხვაგვარად ძლიერს. უგუნურებაა კაცმა საკუთარი მიცვალებული მიატოვოს და უცხო მკვდრის დასატირებლად წავიდეს. ვისაც საკუთარ ცოდვათა სიმძიმე აწუხებს, სხვათა ცოდვებს ვერც კი შეამჩნევს. მაშ ვის ძალუძს ამ სასჯელთა განრჩევა, მხოლოდ ღმერთს, ყოველთა დამბადებელს, რომელმაც ყოველივე უწყის. ანუ ვით არ ქვა ძმასა შენსა, მაცადე და აღმოგიღო წველი თვალისაგან შენისა და აჰა ეგერა დვირე თვალსა შინა შენსა. ცხონების მოსურნე სხვის ცოდვებს არ განიკითხავს, არამედ მხოლოდ საკუთარზე ტირის და მათზე ძლევას იმ ძმის მსგავსად ცდილობს, ცოდვით დაცემული მოყვასის ხილვისას ამგვარად რომ გმინავს. ვაიჩემდა, რადგან ის დღეს ცოდავს, ხვალ კი მეც იგივე მელის. ის შეინანებს, მე კი არაო. ხედავთ მის სულიერებას. არათუ მოყვას არ განიკითხავს, მასზე უარესადაც მიიჩნევს თავს. ჩვენ კი უკეთურნი, კიდეც განვიკითხავთ და კიდეც შეურაცხყოფთ მოყვას. ორგულო აღმოიღე პირველად დვირე თვალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წველი თვალისაგან ძმისა შენისა. წმინდა სახარება აქ იმად გულისხმობს, ვინც მომაკვდინებელ ცოდვათა ტყვეა, მაგრამ მოძმეთა მცირედი შეცოდებაც არ გამოეპარებათ. სწორედ მათზე ითქვა, გადასწურავთ ქინგს და აკლემს კი შთანთქავთ. ამ რუდე სიმართლის გამო ასეთნი სრულიად სამართლიანად იწოდნენ თვალთმაქცებად. ნუ მისცემთ სიწმინდესა ძაღლთა,
ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქვენსა წინაშე ღორთა, ნუ უკვე დათრგუნონ იგი ფერხითა მათითა და მოიქცნენ და განქრეთქნენ თქვენ. ღორებს პირუტყვებად ნუ მიიღებ და ნურც ძაღლებს გააიგივებ ძაღლებთან. არამედ ღორებში ისინი იგულისხმებიან, ვინც გარყვნილებას მისცემია, ძაღლებში კი ისინი, ვინც ღვთის წინააღმდეგ უგუნურად აღმდგარან. ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ. თხოვნა ეს ნიშნავს ლოცვით ვევედროთ ღმერთს. ძიება ნიშნავს ვეძიოთ თუ როგორ მოდის სათნოებები, ან რას მოაქვს და როგორ შევიძინოთ ისინი. დაკაკუნება სათნოებათა აღსრულებაა, რადგან კაცი ხელით აკაკუნებს, ხელში კი საქმე იგულისხმება. ამრიგად არა მხოლოდ უნდა ვითხოვდეთ, უნდა ვეძიებდეთ და ვიქმოდეთ კიდეც. ვინც ითხოვს მიეცემა, ვინც ეძიებს იპოვის, ვინც აკაკუნებს გაეღება, მაგრამ თუ ღმერთი არ მოგმადლებს თავისი მოწყალებით იმას, რასაც ვითხოვთ, თუ არ გაგვიღებს, როდესაც ვაკაკუნებთ და არ გვაპოვნინებს, რასაც ვეძებთ, მაინც ვერას გავხდებით. ღმერთი მზად არის ყველაფერი მოგცეს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის საბაბს მივცემთ, რადგან ჩვენზე მეტად სურს ჩვენი სრულყოფა და ჩვენს ხსნას მოელის. რამე თუ ყოველი რომელი ითხოვდეს მოიღოს და რომელი ეძიებდეს პოვოს და რომელი ირეკდეს განეღოს. როდესაც ჩვილი დედას ტირილით დაეძებს, დედა სიბრალულით ეგებება და ხარობს შვილის ამგვარი სწრაფვის გამო. ამიტომ დიდი სიყვარულით და სინაზით აიყვანს, ეალერსება და ასაზრდოებს. ამასვე აკეთებს კაცთმოყვარე ღმერთი იმ ადამიანის სულისთვის, რომელიც მას ეძიებს. ანუ ვინ არის თქვენგანი კაცი, რომელსაც თხოვდეს ძეთვისი პურსა, ნუ ქვაი მისცესა მას. იქამდე ნუ მოეშვები, ვიდრე სათხოვარს არ მიიღებ, ნუ განერიდები, ვიდრე არ იპოვი და შენთვის კარი არ გაიღება. აუცილებლად მიიღებ, თუ კი მხოლოდ იმას ითხოვ, რისი მოცემაც ღვთისთვისაც სათნოა და შენთვისაც სასარგებლო. გინა თუ თევსას თხოვდეს, ნუ გველი მისცესა მას. აქ უფალი გვასწავლის, რომ საჭიროა დიდი ძალისხმევით ვთხოვოთ და თანაც ის, რაც სასარგებლოა. რადგან თქვენ როცა ხედავთ, რომ შვილები სასარგებლოს გთხოვენ, პურს და თევს აძლევთ. ასევე ითხოვეთ თქვენც, ოღონდ სულიერი და არა ხორციელი. უკვე თუ თქვენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქვენთა, რაოდენ უფრო ისღა მამამან თქვენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნის თხოვდენ მას. ქრისტემ ეს ადამიანური ბუნების საგმობად როდი თქვა, არამედ აქ მამობრივ სიყვარულს ღვთის განუსაზღვრელ სიკეთესთან შესადარებლად ბოროტებად მოიხსენიებს. ნუ მოიწყენთ, როდესაც სათხოვარს ვერ იღებთ. ნუ იფიქრებთ, რომ ღვთის თვალი მოგერიდათ. ექიმის ნეულს ყოველთვის როდი აძლევს იმას, რაც ამ უკანასკნელს სურს, არამედ ხშირად სწორედ მისთვის არასასურველს განუწესებს, გემრიელ საკვებს უკრძალავს, რომ გამოჯანმრთელების შემდგომ ყველაფრის უფლება მისცეს. ყოველი, რომელი გინდეს თქვენ რაითა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქვენ ყავით მათა მიმართ, რამე თუ ესრეთ არს სჯული და წინასწარმეტყველი. ხომ ხედავ უცნაური არაფერი მოუთხოვია, იმავე ამბობს, რისი ქმნაც ისედაც გმართებს. როგორც თქვენ გსურთ გექცეოდნენ ადამიანები, თქვენც ასევე მოეკეცით მათ. თუ გსურს გაქებდნენ, თავად შეაქე, გინდა არაფერს გტაცებდნენ, ნურც თავად წარიტაცებ ნურაფერს. პატივი გსურს,
სხვებს პატივი თავად მიაგე, წყალობა გინდა, თავად იყავ გულმოწყალე, ქსურს უყვარდე, თავად შეიყვარე. თუ გინდა შენ შესახებ ცუდი არაფერი გაიგო, ამგვარს თავადაც ნურავისზე იტყვი. ეს სიტყვა უფლის 6-ვე მცნებას იტევს მოყვასისადმი სიყვარულის შესახებ. შევედით იწროისაგან ბჭისა, რამე თუ ვრცელარს ბჭედა ფართო არს გზაი, რომელსა მიჰყავს წარსაწმედელად და მრავალნი ვლენან მას ზედა. მაშ განვიღვიძოთ, სანამ მოკვდავ და ხრწნად სხეულში ვიმყოფებით. დღითა და ღამით სრული გულით დავიტიროთ საკუთარი თავი, რათა ასეთი სინანულით და სიმდაბლით ეგებ თავიდან ავიცილოთ ის საშინელი ტანჯვა წამება, ოხრა, ტირილი და 1000 სხვა უბედურება, რომელთაც დასასრული არ ექნება. ვეკრძალოთ ფართო კარს და ფართო გზით სიარულს, რომელსაც დაღუპვისკენ მივყავართ. არამედ შევიდეთ ვიწრო ბჭით და ვიწრო ძნელად სავალი გზით ვიაროთ, რომელსაც საუკუნო ნეტარი ცხოვრებისკენ მივყავართ, თუმც კი მცირედნი დადიან მასზე. ვიწრო გზით მავალი ადამიანები ჭეშმარიტი მუშაკნი არიან, ბოლოს სიხარულით რომ მიიღებენ უდიდეს საზღაურს თავიანთი მცირე ღვაწლისთვის და ცათა სასუფეველს მოიხვეჭენ. ვითარ იგი იწროარს ბჭე და საჭირველ გზაი, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა და მცირედნი არიან, რომელნი პოვებენ მას. ეს გზა იმდენად ვიწროა, რომ ყოველგვარი გადახრა მარჯვნივ თუ მარცხნივ სახიფათოა, როგორც ბეწვის ხიდზე. ამიტომ ვინც ამ ვიწრო და მძიმე გზით ივლის, ყოველ მხრივ უნდა ერიდოს ყოველგვარ გადახრას და გადახვევას უფლის მცნებებიდან. ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქვენ და სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელმტაცებელ. არ შემიძლია რვაფეხას ცვიერებისა და ვერაგობის თაობაზე არ ვთქვა. ყოველ ჯერზე იმ ქვის ფერს რომ იღებს, რომელსაც იოლად ეკრობა. ამიტომ უახლოვდებიან თევზები უშიშრად, რადგან ქვა ჰგონიათ და მისი მსხვერპლი ხდებიან. სწორედ მათე მსგავსებიან ისინი, ვინც ძალაუფლების პატრონთ აწონებენ თავს და გარემოებათა შესაბამისად იცვლიან სახეს. უბიწოებთან უბიწოებას განადიდებენ, თავშეუკავებლებთან თავშეუკავებლები არიან და ყველას საამებლად იცვლიან სახეს. იოლი როდია ასეთთაგან მომდინარე საფრთხეებისგან დახსნა. რადგან მზაკვარი ეშმაკი სხვისი სამოსლით იმოსება, საღვთო მცნებებს და კეთილმსახურების იარაღს იშველიებს, რომ მათი მეშვეობით ფარულად თესოს ბოროტი მარცვალი, გარეგნულად ხორბლისას რომ წააგავს, მაგრამ არსით ხაფანგია. განეშორე მზაკრულ და მრავალსახოვან ზნეს და ჭეშმარიტების გულწრფელობისა და უბრალოებისკენ ისწრაფე. ნაყოფთა მათთაგან იცნეთ იგინი, ნუ უკვე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი, ანუ კუროის თავთაგან ლეღვი. ამ სიტყვებით უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის, რომ გავუფრთხილდეთ, მოვერიდოთ ცრუ წინასწარმეტყველებს, ესე იგი ცრუ მოძღვრებს, მასწავლებლებს, რომლებიც ჭეშმარიტებას კი არ გვასწავლიან, არამედ სიცრუეს, ღვთისგან გამოცხადებული რჯულისა და სიტყვის საწინააღმდეგო სწავლებას. უმჯობესად და უზუსტესად თვით მათი სიტყვისგან და საუბრისგან შეიტყობ, თუ რა ნაყოფს უნდა ველოდოთ მათგან. სიტყვაც და საუბარიც ხომ ნაყოფია კაცის სულისა და გულისა და ამასთანავე გამოაჩენს, თუ რა საქმე უყვარს კაცს და რა საქმეს შეუდგება იგი. ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღოს.
ახლანდელი ცრუ წინასწარმეტყველები მოდიან ცხვართა სამოსლით. შეგაგონებენ, რომ თქვენი წარმატება, სიკეთე და ბედნიერება სურთ. ტკბილად გელაპარაკებიან, მაგრამ შინაგანად მტაცებლები არიან. სურთ ის მოგტაცონ, რაც უძვირფასესია ადამიანისთვის, ღმერთი და რჯული. ანუ შენი სული მოსტაცონ ღმერთს და ჩააბარონ ეშმაკს. ვინ იცის, იქნებ მართლაც ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ კეთილს ეძებენ. იქნებ მართლა ზოგიერთს ქვეყნის ბედნიერება სურს, მაგრამ ის საშუალება, რომელსაც ისინი აცხადებენ, დაღუპვა იქნება ქვეყნისა და არა გაბედნიერება. მათი ნაყოფით იცანით ისინიო, ამბობს მაცხოვარი. ვერ ხელეწიფების ხესა კეთილსა, ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად. ქრისტე იმას კი არ გვეუბნება, თითქოს შეუძლებელია უკეთური კაცის მოქცევა, ან პირიქით, კეთილს წახდენა არ შეუძლია, არამედ იმას გვამცნობს, რომ კაცი სანამ ბოროტებაშია, კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს. მაშ როგორ მოხდა, რომ ღვთის რჩეულმა დავით წინასწარმეტყველმა ავი ნაყოფი გამოიღო? მან ეს ბოროტება კეთილმოქმედების ჟამს კი არა, საპირისპირო მდგომარეობაში ჩავარდნილმა ჩაიდინა. ანუ ვიდრე იგი ბოროტია, არ შეუძლია, ხოლო თუ შეიცვალა, შეძლებსო. ის კი არ უთქვამს ვერასდროს შეძლებსო, არამედ სანამ ბოროტებაშია, კეთილს ვერ შობსო. ყოველმან ხემან, რომელმან არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოეკვეთოს და ცეცხლსა დაედვას. აქ თითქოს ერთი სასჯელია ნახსენები, მაგრამ ვინც დააკვირდება, ორ სასჯელს აღმოაჩენს, რადგან ვინც ცეცხლს მიეცემა, ის სასუფეველსაც დაკარგავს, რაც პირველზე უარესია. ვიცი, რომ მრავალთ გეენია ზარავს, მაგრამ ვფიქრობ, ზეციური დიდების მოკლება გაცილებით საშინელია. ნაყოფსა სამე მათთაგან იცნეთ იგინი. მკაცრი მსჯავრი ელით თვალთმაც ცრუ მოძღვრევს, მაგრამ ვერც ისინი გაექცევიან ამ ხვედრს, ვინც ჭეშმარიტება მიიღო, მაგრამ კვლავ დაუდევრად ცხოვრობს. იუდეველებს დოგმატების კი სწამდათ, მაგრამ ცხონებისთვის არაფერს აკეთებდნენ. სწორედ ამიტომ ამ ხელს პავლე მოციქული, აჰა შენ იუდეველი ხარ, თავს იმშვიდებ რჯულით და იქადი ღმერთს. თქვენს გამო კი იგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის. არა ყოველმან, რომელმან რქვას მე, უფალო და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა. ახლა შენ საბრალო ადამიანო, ქრისტიანი და ქრისტეს მოწაფე ხარ, სად არის შენი სიყვარული მოყვასისადმი? სად არის შენი მორჩილება შენივე მოძღვრისა და მასწავლებლის მიმართ? რამდენ დღესაც არ იცხოვრებ ქრისტიანულად, მით უფრო დიდ სასჯელს დაიმსახურებ. არ გქონდეს იმედი, რომ მხოლოდ ქრისტიანის სახელის ტარებით ცხონდები. ქრისტეს ნება კი სხვა არაფერია გარდა სიყვარულისა, და ვისაც აქვს მოყვასის სიყვარული და სიკეთეს უკეთებს მას, ეს ის ადამიანია, რომელიც ღვთის ყველა მცნებას ასრულებს. მრავალთა მრქვან მე მას დღესა შინა, უფალო, არა სახელითა შენითა წინასწარმეტყველებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასყენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ქმნენით. მხოლოდ ის კი არ კარგავს ღვთის სასუფეველს, ვისაც რწმენა აქვს, მაგრამ სულის ხსნისთვის არ ზრუნავს. სასუფევლის კარიდან ისიც განიგდება, ვინც მრავალი სასწაული რწმენით აღასრულა, მაგრამ ამისთვის კეთილი საქმე არ მოუყოლებია. მას ჟამსა ვრქუა მათ ვითარმეთ, არა გიცნი თქვენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი.
ეს სიტყვა იმას ეკუთვნის, ვინც უფალი თავიდან მიიღო. ისეთი მოშურნეობით მოღვაწეობდა, რომ სასწაულებსაც კი აღასრულებდა. დემონებს განდევნიდა და წინასწარმეტყველებდა კიდეც. მაგრამ შემდეგ ნებაყოფლობით დაემონა არაწმინდებას და ბოროტისკენ მიიდრიკა. არასოდეს მიცნი ხართ თქვენ ნიშნავს, რომ ღმერთი მათ იმას უთანასწორებს, ვისაც არასდროს იცნობდა. უფალი ამბობს, რომ იმას იცნობს, ვინც უყვარს, ხოლო სიყვარულით ის უყვარს, ვინც მთელი არსებით ირწმუნა და მისთვის სათნოდ ირჯება. ყოველმან, რომელმან ისმინეს სიტყვანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი, ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თვისი კლდესა ზედა. უნდა ვიცოდეთ, რომ სათნოება ღვთისგან ებოძა ადამიანს და რომ ღმერთი თავად არის ყველა სიკეთის მიზეზი და დასაბამი, რომლის თანამოქმედებისა და შემწეობის გარეშე შეუძლებელია ჩვენთვის კეთილის რაყვა და საქმე. ჩვენ ის შეგვიძლია ან გავმტკიცდეთ სათნოებაში და შევუდგეთ ღმერთს, ან გავემიჯნოთ, ბოროტს ვეზიაროთ და მას შევუდგეთ. ვინც სიკეთეს გონივრულად აკეთებს, მარჯვე ოსტატია, რომელიც სულიერ სახლს უხარვეზოდ აშენებს. ამიტომ გვაუწყებს სახარება, რომ სახლს, რომელსაც გონიერი კაცი კლდეზე დააფუძნებს, ვეღარაფერი შეარყევს. ღმერთმა მოგმადლოს იმის აღსრულების ძალა, რაც გვეუწყა, რათა განკითხვის დღეს სასჯელად არ გვექცეს ეს სიტყვა. და გარდა მოხდა წვიმაი, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკვეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამე თუ დაფუძნებულიყო კლდესა ზედა. არაფერია სათნოებებზე უფრო უსაფრთხო და არაფერია ვნებაზე უფრო საძაგელი. რა გასაკვირია თუ სათნო კაცი ადამიანთა მზაკრობით არც თუნებულა, როდესაც მტკიცე იყო უდიდესი სატანჯველის ჟამს ზეგარდამო რომ მიეწია. და ქრისტეც შინაგანზე კი არა, ზეცით გარდამოსრულ განსაცდელებზე მიგვითითებს, როდესაც ამბობს მოვიდა წვიმა. წვიმად ზეცით წარმოგზავნილ განსაცდელებს მოიხსენიებს და მოვარდნენ მდინარენი, აქ კი მოყვასის მზაკრობას გულისხმობს. ეს საფრთხეები ადამიანის სულს ემუქრება, რომელმაც შეიძლება ზეციური და უხრწნელი სიკეთეები დაკარგოს. და ყოველმან, რომელმან ისმინეს სიტყვანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თვისი ქვიშასა ზედა. ქვიშაზე სახლის მაშენებელი სამართლიანად იწოდება უგუნურად, ვინც შრომობს, მაგრამ ნაყოფს კი ვერ იმკის. ამით ის ცხადდება, რომ ვინც ღვთისმცნებებს შეისწავლის, მაგრამ არ შეასრულებს, ხოლო ცხოვრებას მათზე როგორც კლდეზე არ დააშენებს, იოლად დამარცხდება, რადგან განსაცდელისას ვნებები დასცემს. ქვიშა ეს ვნებებია, რომელზეც იგი ცხოვრებას აფუძნებს. ამიტომაც არ შეუძლია განსაცდელის დათმენა, რადგან შეუჩვეველია სირთულესა და ღვაწლს. და გარდა მოხდა წვიმაი, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკვეთნეს სახლსა მას და დაეცა, და იყო დაცემაი იგი მისი დიდ ფრიად. ნამდვილად დიდია ასეთი დაცემა, რადგან დიდების ფუფუნების ან სხვა რამ ადამიანური კეთილდღეობიდან კი არ ეცემა ადამიანი, არამედ რწმენიდან. ურწმუნოს დაცემა შეუძლებელია, რამდენადაც ისედაც ცდომილების ფსკერზეა განრთმული. მაგრამ ვინც ამ უსკულიდან რწმენის სიმაღლემდე აღმოიტაცეს, შემდგომ კი კვლავ უკეთურებას დაუბრუნდა, დაეცემა და მარადიულ სიცოცხლეს მოაკლდება. და იყო რა ჟამს დაასრულნა იესო სიტყვანი ესე,
განუკვირდებოდაერსა მას მოძღვრებაი იგი მისი. უბრალო ხალხს უყვირდა და არა მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რომლებსაც შური შესჭამდათ მსმენელთა შორის რომც ყოფილიყვნენ. რამე თუ იყო სწავლაი იგი მისი მათა მიმართ, ვითარცა იგივის ხელმწიფებაი აქუნ და არა ვითარიგი მწიგნობარნი მათნი და ფარისევლნი. უფალი ისე ასწავლიდა, როგორც ძალმოსილი. მისი ამგვარი სწავლება ქედმაღლობად და ამპარტავნებად რომ არ შეერაცხათ, ყოველივეს საქმით ამოწმებდა.